ლელა ლომბარდი ერთადერთი ქალი პილოტია, ვინც ფორმულა 1-ის ისტორიაში ქულის აღება შეძლო. უფრო სწორედ ნახევარი ქულის. მაგრამ ეს ვიდეო არ არის სტატისტიკის შესახებ. არამედ გვიყვება ამბავს იტალიელი გოგოს ნიჭსა და დიდ გამბედაობაზე. გამხდარიყო სამეფო რბოლების პილოტი ამ სპორტის ყველაზე სახიფათო ეპოქაში. 1975 წლის ესპანეთის გრან-პრი ჩაშლის პირას აღმოჩნდა. პილოტთა ასოციაცია უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცვას აპროტესტებდა. საქმე იმაში იყო, რომ ტრასის მთელს პერიმეტრზე განლაგებული დამცავი ბარიერები სინამდვილეში ჩვეულებრივი დეკორაცია აღმოჩნდა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სათანადოდ დამაგრებულიც არ იყო. პირველი ეს ფაქტი ემერსონ ფიტიპალდიმ აღმოაჩინა, რომელიც ფოტოსესიაში მონაწილეობისთვის დამცავ ბარიერზე ჩამოჯდა, ის კი მთლიანად ჩამოიშალა. პილოტები ბრაზილიელი ჩემპიონის ხელმძღვანელობით რბოლაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ და მათი ეს მუქარა საკმაოდ დამაჯერებელი ჩანდა. რბოლის გაუქმების გამო მნიშვნელოვანი ინვესტიციების დაკარგვის შიშით მოთმინება დაკარგული ორგანიზატორები კი გუნდებს მთლიანი აღჭურვილობის, მათ შორის ბოლიდების პადოქში ჩაკეტვით ემუქრებოდნენ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო. მუქარამ გაჭრა და საბოლოოდ რბოლის გამართვა გადაწყდა. ფიტიპალდიმ კი პროტესტის ნიშნად ერთი ნელი წრე ფორმალურად გაიარა და შეჯიბრი დემონსტრაციულად დატოვა. 1975 წლის ესპანეთის გრან-პრიზე ტრაგედიის აცილება ვერ მოხერხდა. როლფ შტომელენის ბოლიდს გადაჭარბებული ვიბრაციის გამო უკანა ფრთა მოძრა. პილოტმა საჭის დამორჩილება ბუნებრივია ვერ შეძლო. უმართავი ბოლიდი მაღალ სიჩქარეზე დამცავ ბარიერს შეენარცხა და ნაწილებად დაიშალა. გერმანელი მრავლობითი მოტეხილობების მიუხედავად სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ადგილზე 4 ადამიანი დაიღუპა. რბოლის მაყურებელი, მეხანძრე და 2 ფოტორეპორტიორი. ადამიანური გულგრილობის გამო ტრაგიკულად დასრულებული რბოლის შედეგებში ფორმულა 1-ისთვის უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა. მე-6 ადგილის და შესაბამისად საპრიზო ქულის მფლობელი გახდა მარია გრაცია იგივე ლელა ლომბარდი, სამეფო რბოლების ისტორიაში ერთადერთი ქალი პილოტი, რომელმაც გრან-პრიზე ქულის აღება შეძლო. რბოლის შეწყვეტის მომენტისთვის პილოტებს დისტანციის ნახევარიც არ ჰქონდათ გავლილი, რის გამოც საპრიზო 6-ეულს ქულები გაუნახევრეს. მათ შორის ლელას კუთვნილი 1 ქულაც გაიყო. ეს ფაქტი შეგვიძლია სტატისტიკის მოყვარულებს დაუტოვოთ. არც იმას მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა, რომ მწვანე ჯოჯოხეთად წოდებულ ნიურბურგ რინგზე ლომბარდიმ ფინიშის ხაზი მაღალ მე-7 ადგილზე გადაკვეთა. საქმე სულ სხვა რამეშია. 70-იანი წლების ფორმულა 1 მონაწილეთათვის არის დაუნდობელი და ველური სამყარო. სეზონი არ გადის პილოტებს შორის მსხვერპლის, ძიმე ტრავმების და დასახიჩრებების გარეშე. ბოლიდების სწრაფია და უსაფრთხოების ნორმები არათუ პილოტებს, მაყურებლებსაც სათანადოდ ვერ იცავს. ასეთ გარემოში იტალიელმა გოგომ 1975 წლის ფორმულა 1-ის სეზონი შესაშური სტაბილურობით ჩაატარა. 12 რბოლიდან 11-ში შეძლო სტარტზე გასვლა და თავისი სახელის ისეთ ლეგენდებთან ერთად დატოვება, როგორებიც არიან ნიკი ლაუდა, ჯეიმს ჰანტი, ემერსონ ფიტიპალდი, მარიო ანდრეტი, რონი პეტერსონი, კლეი რიგაცონი, ალან ჯონსი და ბევრი სხვა.